და მაგალითად ჯულის კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც თვითმკვლელობისას, რომელიც პირდაპირ მოწამეობად ითვლება. მაგალითად, როდესაც ქალს მაგალითად ემუქრებიან ნამოსის ახდით, გაუპატიურებით და ესეთ დროს ქალი შეგნებულად, გააზრებულად თავის სიწმინდის დაცვის მიზნით მოიკლავს თავს, არა თუ ცოდვად არ ეთვლება, არამედ მოწამეთა დასში შეირაცხება პირდაპირ. კი. იმიტომ რომ мотиваციას განსაზღვრელი ესე იგი ამავე გადაცემაში არის ესეთი მომენტი, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით საუბრობენ და ეს გვდელი რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს მე რომ არც ასახელებს წყაროს, ამბობს რომ აი ჟულის კანონში წერიაო, რომ ქალსო, ესე იგი თუ უპირებენ გაუპატიურებას და ის ამის გამო თავს მოიკლავს, მოხდება 60-ში. ესეთი რაღაცა მე ჟულის კანონში არ შემხედრია. არ ვამბობ იმას, რომ ყველაფერი მახსოვს, მაგრამ თუ ესეთი რამე არის დაწერილი ჟულის კანონში, ეს უნდა განირჩეს და რატომ? ესე იგი, თუ ვერ მოასწრო ადამიანმა იმ ქალმა თავის მოკლა, ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ ის გაუპატიურებული სიძვის ცოდვად ჩაეთვლება და კიდე, თქვათ, ეკლესიაში უნდა წავიდეს და უნდა მოინანიოს და თან კიდე ესეთი მამაო დაულაგებს იმას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ეს ტრამვა რომ მიიღო იმის მერე. ერთ-ერთიც არც ერთი ნორმალური ჭკუად ყოფილი ადამიანი თავის თავზე არ მოუნდება გამოცადოს, თქვათ, რომ ვინმე მას ის გაუპატიუროს. რამდენი ფაქტი არის მაგალითად, რომ წამალი ჩაუყარეს ადამიანს, დაეძინა და იზალადა ადამიანმა რა. ნასვამ მდგომარეობაშიც ბატონო, გათიშულ მდგომარეობაში, არა მარტო ქალი, სხვათა შორის კაცებიც არიან, ვინც მაგალითად მე ვიცი ფაქტი, რომელიც სასულიერო პირმა წამალი ჩაუყარა ადამიანს საჭმელში და იმ ადამიანზე სექსუალურად მერე იზალადა. დღეს ციხეშიჟის ის სასულიერო პირი შემიძლია სახელი და გვარიც გითხრათ, შეიძლება გამოუშვეს ახლა, ადრე რაღაცა ლოცვებს კითხულობდა და გაბრუებული ყავდა მაგასაც ხალხი, სანამ არ დაიჭირეს და ანუ არ გამოვლინდა ვინ არის, მაგრამ ეკლესიაში რა თქმა უნდა ეს თემა დამალეს. აი მე მაგ კითხვა ახლა აი ამ საბა ჭიყაიძესთან, რომელმაც რაღაცა მობოდა, რომ თურმე გაუპატიურების დროს, სანამ გაუპატიურებდნენ თავის ნამუსს შეინახავს ის ქალი, ხო, ის მოწამეთა დასში არის, საწერია ეს, რომელ გვერდზე, გვანახოს ეს ჟულის კანონი რა. და თვითონ სანდრო რატო არ დაინტერესდა თქვათ ამით, ალექსანდრე, მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და სანდრიკათი ვერ მიმართავ, ხა ახლოს არ ვიცნობ ამ ადამიანს. აი ისე უბრალოდ, რატო არ დაუსვა კითხვა, რომ აი მამაო, ვინც ვერ მოიკლავს თავს, ის რა მდგომარეობაში არის და მაგაზეც რა თქმა უნდა, საბა ჭიკაიძეს მეორე უფრო დამაბოლებელი რაღაცა ექნებოდა გამზადებული, რომ სმენელი დააჯეროს, რომ ეს არის განათლებული კაცი. არა და ამ კაცში არც ლიტერატურა ჩანს არაფერი, ამას არის სემინარია გამოვლილი რაღაცეები, წანაკითხი და ეს მისთვის არის საკმარისი და რატომ? ამით კარგად აშტერებს ხალხს და მისი კომენტარები და მის გვერდზე რო აი ხა ვაიმე გულები და მამაო თქვენი ქადაგებები და რაღაცეები, ეს მათთვის არის ეს საკმარისი რა. აი ამ მარტო ამ კითხვაზე თელ გადაცემას ავაგებდი და მამა საბასთვის რა თქმა უნდა ეს ლაპარაკი იქნებოდა დისკომფორტის შემქმნელი, იმიტომ რომ მას ეს არ მოეწონებოდა, რომ უკვე ლოგიკასთან მივდივართ. რომ ვინ მოიგონა, ვინ მობოდა საერთოდ, ან სად გინდებოდა ეხა იმ დროს მე-4 და მე-5 საუკუნეში, რომ ქალმა თავი იმიტომ მოიკლა, რომ გაუპატიურებას უპირებდნენ. აი ისე უბრალოდ რა. გამომძიებლები იყვნენ იმ დროს, თუ აი შერლოკ ჰოლმს წერია მსგავსი ფაქტი, თუ აი ეს არის მობოდილი ხალხო, ეს კაცი ბოდავს რაღაცეებს, როგორც ყოველთვის და აი ეს ანუ სანდრო ჩვეულებრივად აგრძელებს მასთან საუბარს. მე მაგალითად ამ ადამიანს აი ამ კითხვაზევე დაუმთავრებდი გადაცემას და პას დავავალდებულებდი პირველში რომ მანახე ეს საწერია ბატონო, აგერ ჟულის წიგნი, ჟულის კანონი ტელეფონშიც არის ბატონო და გამიხსენი ერთი და მანახე საწერია ეს ფაქტი, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ჩემი მსმენელი დაბოლდეს და მანახე კიდე ის და გავარჩიოთ ის ფაქტი, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი გაუპატიურების შემდეგ ვერ იკლავს თავს. საწერია ეს, რომელიც ქრისტეს მსგავს თემაზე არ უსაუბრია. არც მოციქულთა წიგნში არის მსგავსი რაღაცა თქმული და ამან ეხა მოათრია ეს რაღაცა მოგონილი თავის ტვინში ამბავი, რომ ეს რაღაცა აი თან დაყენებული სახით რო ლაპარაკობს, თითქოს ეს იმ ქვეყნად უკვე ნამოგზაურები არის რა. აი როგორც დუბაიში შეიძლება წახვიდე და იმოგზაურო, ეს იმ ქვეყნად უკვე 1-5-6 წმინდა მამაზე ხელიც არ ჩამონართმევი რა. ისე არის გათქვეფილი ამ იმაში რა, სასულიერო ცხოვრებაში რა.
არ ვიცი ხალხო, აი რა დონეზე უნდა დახვიდე ადამიანი, რომ აი ესეთი ადამიანი ჭკუის სასწავლებლად დაიყენო რა. მე არ ვიცი. დაელოდე დანარჩენ ვიდეოებს, იქ საერთოდ კატასტროფები არის რა. ამ კაცის აზროვნების ის არის ზეიმი რა, პირდაპირ აი რასაც ეს აჩენს იმას, რომ ამ კაც განათლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.